გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავენ. ნიკა ზანგალაძე 23 წლამდელებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ფინალში ზანგალაძე ნეიტრალურ ათლეტს ლევ პავლოვს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. გორელი სპორტსმენი საქართველოს ჩემპიონი, პრიზიორი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ალბანეთში, ქალაქ ტირანაში ჩატარდა ევროპის პირველობა 23 წლიან მოჭიდავეთა შორის, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ჩვენი სკოლის მოსწავლე ნიკა ზანგალაძე. ჩაატარა 3 შეხვედრა, აქედან 2 მოიგო სუფთა მოგებით, ხოლო ფინალში შეხვდა რუსეთის წარმომადგენელი, ტიტულოვანი მოჭიდავე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებშიც, ამ ასაკშიც და თითქმის შეხვედრის ბოლომდე იგებდა. დარჩენილი იყო 25 წამი და ემად პატარა შეცდომა გაეპარა და დავიკავეთ მეორე ადგილი, მაგრამ როგორც დებიუტანტი ჩავთვლით, რომ კარგად იჭიდავა პირველი შეჯიბრიეს და თან 19 წელიწადს სულ 4 წელი კიდევ წინ აქვს და ჩემპიონობასაც მოვიპოვეთ აუცილებლად. გავითვალისწინებთ ემოციური იყო, თორე ფიზიკურად ყველანაირად უფრო უკეთესად იყო, მაგრამ აი ფსიქოლოგია ცოტა სამუშაო გვაქვს. ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელთა შორის და სიმართლე გითხრათ, ჩვენ ნიკამ ისეთ ზონაში იჭიდავა, სადაც ყოველთვის დიდი კონკურენცია და დაძაბული კონკურენცია. შეძლო ნიკამ აქ ფინალში გასვლა და ძალიან ძლიერ სპორტსმენებს მოუგო. ფინალშიც იყო რუსი მოწინააღმდეგე, რომელსაც წინა წელს შეხვდა. ჩვენ გამიზნული გქონდა, რომ ნიკა რევანშს აიღებდა, ერთი ქულით გქონდა წაგებული წინა წელს, მაგრამ აი პატარა გამოუცდელობა ამ ფინალისა და საერთოდ პირველად იჭიდავა საერთაშორისო შეჯიბრებზე ეს ფინალური ბლოკი და ცოტა ამ პატარა შებოჭილობამ, რომელმაც აი იჩინა თვალი, დაკმაყოფილდით ვერცხლის მედალს და მე იმედი მაქვს, რომ ნიკა ამას გაიაზრებს, მწვრთნელებიც გავესაუბრებით, რა იყო შეცდომები და მომავალში ამ ვერცხლს ოქროთი გადააკეთებს. ამ წარმატებასთან დაკავშირებით გორელ მოჭიდავე ნიკა ზანგალაძეს მადლობის სიგელი გადასცეს და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მიულოცეს. ალბანეთის ქალაქ ტირანაში გაიმართა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მიიღეთ მონაწილეობა. მე პირადად ჭიდავდი 47 კილოგრამწოვნის კატეგორიაში, შევძელი და მოვიპოვე ვერცხლის მედალი. დებიუტანტი ვარ, ჩემთვის ეს მედალი სასიხარულოა, რა თქმა უნდა, რადგან პირველი მედალია ასეთ ასპარეზზე. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ოქროს მედალის მოპოვება, მაგრამ პატარ-პატარა შეცდომების გამო მოგვიწია დავჯერებოდ ვერცხლის მედალს. რა თქმა უნდა, წინ არის უკეთესი შეჯიბრებები, მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს ოქტომბერში. უკეთესით მოვიმზადებით, რა თქმა უნდა, ვიშრომებთ და აუცილებლად გამომასწორებთ ამ შედეგს და ოქროს მედალით ჩავანაცვლებთ, რა თქმა უნდა. ნიკა ზანგალაძე შოთა ჩაჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენის მწვრთნელები ირბეგ ჯიოშვილი და დავით პოღოსიანი არიან.